რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს. იერიში შედეგად დაზიანებული ავტობუსისაც მგზავრები ისხდნენ. დაღუპული ერთი ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა. ამასთან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კურახოვო, რომელიც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძთან პოკროვსკთან მდებარეობს. ამასთან უკრაინული მხარე კურახოვოს დაკარგვას არ ადასტურებს. შეტაკებები გრძელდება რუსეთის კურსკის ოლქშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების პოზიციების შტორმი 10 ჯერ სცადეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ 5 თვეში რუსეთმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 15,000 ჯარისკაცი დაკარგა. ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკრაინამ აგვისტოში დაიწყო, შექმნა ბუფერული ზონა, რაც ხელს უშლის რუსულ ძალებს განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის მთავარ ხაზზე. რუსებმა კურსკის რეგიონში განალაგეს ძლიერი დანაყოფები, მათ შორის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტს ახლა არ შეუძლია მთელი ეცალა მიმართოს ჩვენ სხვა ტერიტორიებზე, კერძოდ დონეცკის რეგიონში, სუმში, ხარკოვში ან ზაპოროჟიეში. მადლობას ვუხდით ჩვენ ყველა ჯარისკაცს, რომლებიც ომს რუსეთის სახლში აბრუნებენ.